არის თუ არა თქვენზე ნეგატივი ახლა? ორ ვარიანტად ვნახოთ. საჯარო გაშლა. გაქვთ თუ არა ნეგატივი ახლა? ვარიანტი პირველი. გაქვთ თუ არა ნეგატივი ახლა და ვარიანტი 2. გაქვთ თუ არა ნეგატივი ახლა. მაშასადამე პირველი ვარიანტი მთისბროლი, მეორე ვარიანტი უნაკედი. ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი ვარიანტი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. მთისბროლი, გაქვთ თუ არა ნეგატივი ახლა, როდესაც ეს ვარიანტი აირჩიეთ. არკანი მთვარე. მე შემიძლია გითხრათ ახლა, რომ ეს არ არის მაგიური ზეგავლენა, არ არის ნეგატივი პირიქით. ახლა შესაძლებელია გქონდეთ ინტუიცია გამძაფრებული, იყოს ერთგვარი შფოთვითი მდგომარეობა, იყოს ერთგვარი ემოციური საქანელები, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეგატივი გაქვთ, უბრალოდ მაჩვენებს იმას, რომ ახლა გაქვთ ისეთი პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით სენსიტიური და განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ და ამიტომ განიცდით აი ამ მთვარის ფაზებზე ხართ ძალიან დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში შეიძლება სულ ასე იყოს, ან ეტაპი გქონდეთ ასეთი. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე? ახლა ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ნეგატივი უფრო მეტად შეიძლება იყოს გამოხატული არა მაგიური კუთხით, არამედ იმ კუთხით, რომ არის კონკრეტული ვთქვათ ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად იწვევს თქვენში ამ შფოთვებს ყველაფერთან ერთად ესეც გემატებათ და იწვევს რაღაცნაირად თქვენში შიშს, არასასიამოვნო შეგრძნებებს, ემოციურ დისბალანსს და ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს გამოხატული გარკვეული აგრესიით, კონფლიქტით, ჩხუბით და მოკლედ არასასიამოვნო ნოტებზე ხდება აშკარად კომუნიკაცია თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის, ასევე პლუს თქვენი ემოციურობა და ეს ყველაფერი რაღაცნაირად აღიქმება, რომ კი თითქოს არის ნეგატივი, მაგრამ ნეგატივი არა მაგიური კუთხით. და ვარიანტი 2, თქვენზე არის თუ არა ნეგატივი ახლა? ფორტუნას ბორბალი, არა თქვენზე ნეგატივი არ არის, პირიქით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ აი სრულად სურვილები, კარგი პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ მოახდინოთ გარკვეული ცვლილებები თქვენს რეალობაში, დადებითი კუთხით. ისედაც მოხდება ეს დადებითი ცვლილებები და აყევით ფეხდაფეხ თქვენს ფორტუნას ბორბალს. თქვენ ხართ დაცული ადამიანი, იყავით მშვიდად და გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს წარმატებული პერიოდი, რომელიც უახლოეს მომავალში თქვენს რეალობაში შემოვა სხვადასხვა წინადადებებით, სხვადასხვა ურთიერთობები და სხვადასხვა პატარ-პატარა ან შესაძლოა არც თუ ისე პატარა გამარჯვებებით. გისურვებთ წარმატებებს.